გამარჯობა ლაშ. გამარჯობა ციკო. გახმოვანებულია voice-over-ების მიერ. ოჩა. როგორ ბრძანდები? კარგად, შენ? მეცინება ცოტა. ხო, აი ხა გამოგაფხიზლებ. ისეთი სტუმრები ყავს. ისეთი სტუმრები ყავს და ამ სტუმრებზე იმხელა მოთხოვნა იყო კომენტარებში, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებდით ისედაც ამ სტუმრებს, მაგრამ მაქსიმალურად დავაჩქარეთ მოკლედ ეს ადამიანები, იმიტომ რომ კატასტროფულად უნდათ ამ მაყურებლებს და მსმენელებს მათი ნახვა. და მოდი წარვადგინოთ, ხო? გიორგი წერეთელი და მარიამ გიორგობიანი. გამარჯობა, მაყურებლების და მსმენელების მართლა საოცრად საყვარელებს მე ვიხართ. საყვარელი ადამიანები ხართ, ფაქტია, ეს დადასტურდა მილიონჯერ, იმიტომ რომ როგორც ვიცი, უკვე ძალიან დიდი ხანია რაც ამ სფეროში ხართ თქვენ და ჩვენ ერთადაც გვიმუშავია, რა თქმა უნდა, აჭარნეთში. პირველ რიგში მადლობა რომ დღეს ჩვენთან ხართ, ძალიან დიდი ხანია. ჩვენ რო დავყვეტიჟეთ. მიუხედავად იმისა, რომ შაბათია. ოკეი, და მართლა ძალიან გვეხარია რომ მოხვედით, მოყვებით თქვენს ისტორიებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, ბევრად ძალიან ბავშვობიდან იწყება თქვენი ამბავი ამ სფეროში, ხო ასეა? მარიამი განსაკუთრებით. ხო, და ძალიან საინტერესო იქნება მსმენელისთვის და მაყურებლისთვის პრინციპში ის დეტალები, რაც შეიძლება არ იცოდნენ. შესაძლებელია იციან, თუმცა მგონია რომ მაინც რაღაც ახალს ისეც მოყვებით, რაც ბევრად საინტერესო აღმოჩნდება. პირველ რიგში როგორ ხართ? თან ძალიან დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, ძალიან მოგვენატრეთ და მაგიტომაც უფრო კიდე გასახარია აქ რო ხართ, რომ აი ჩვენც გვენატრებოდით და კარგია რომ შევხვდით მოკლედ დღეს. როგორ ხართ? რა შვებით? მე კარგად, მარიამზე ვერ ვიტყოდი იგივეს. მე კარგად ვიყო დღეს ყოველ შემთხვევაში. პარასკევის გუშინდელი პარასკევის მერე. ასე რომ რავი კარგად ვართ რა. კარგად. თავად როგორ ხართ? ნელა, უძლებთ ამ ცხოვრებას და მსგავსი ფრაზები. კაი, მოკლედ ესენი ჩავკეცოთ და ძალიან საინტერესო იქნება ჩავსკიფოთ და ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, აი როგორ დაიწყეთ გახმოვანება, როგორ შემოხვედით ამ სფეროში თუ აი რა პროცესები იყო მოკლედ მაშინ და მე საიდან სად მოვედით, მაგასაც ვიტყვით რა. და როგორ მივედით ერთად აჭარანეთამდე. ხო. სად გადაიკვეთა მე ჩვენი გზებით. ჯობი ექშენ და ეგ რომ მოუყვეთ, უნდა წავიდეთ 2012 წელს. ოჰო. რამდენი წლის იყავი მაშინ თუ საიდან მოვალეს? ო, ამაშია საქმე. თინეიჯერი გიორგი. და რასაკეთებს თინეიჯერი გიორგი? თინეიჯერი გიორგი ერთხელ ზის თავის ოთახში. არა, ეგენი არ მოყვე. გახმოვანების კუთხით. მაგრამ მაინც ერთხელ ზის თავის ოთახში. თავის ლეპტოპთან მომარჯვებული. მათი შორის კი. ელსახოცები. არა, პლანასი არა. აი, აღარ გავაგრძელოთ მოდი. და უბრალოდ რანაირი პოდკასტია ეს? ხო, არა, თემას არ აუცდეთ. ხო და ზის თავის ოთახში. არანებებს მაინც ამ ზის თავის ოთახში. უყურებს ერთ სერიალს უცხოურ ენაზე, რუსულად კონკრეტულად. ხო და უნდა რომ განიხილოს ვინმესთან ეს სერიალი, მაგრამ არავინ არ უყურებს. არ იცის და გადაწყვიტა ერთხელ რომ მოდი რაღაცას ვიმაიმუნებო და ამ სერიალს ჩავწერ და დავდებ ერთ საიტზე. მაშინ იყო GeoSite-ები G აქტუალური. ყველას გვახსოვს ეს კლასიკა საიტი. ხო და დავიწყე ამ სერიალი, ვიტყვი რომელი სერიალი იყო, კაი ანუბისის სახლი იყო რაღაცა თინეიჯერული სერიალი. დავიწყე ამ სერიალის გადათარგმნა ჩემით ამ ლეპტოპში. ჩემი რაღაცა Sony Ericsson ტელეფონით, მაშინ მიკროფონი არ მქონდა, ჩავწერე ეს ხვები, კაცწმები ხალი, ზაღლი, კატა ყველაფერი მეთქავი. შუმები ჩენიყავი, ჭიქის დადების ხმა კარის გაღება და ასე ის სისხლიც გიორგი იყო, რომელიც ზღური და გადავიდოდა. დღესდღეობით მეტრო გადმომდის კი. ოკეი. ხოდა მოკლედ ამ GeoSite-ებზე ავტორთა ეს პირველი სერია და ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა. მართლა ბევრმა ადამიანმა დაიწყო ყურება, ითხოვდნენ სერიებს. და მე გავაკეთე საიტი Mondo Studios-ში, როცა GeoSite-ზე. შენი რესურსით ეგ ყველაფერი, ხო? ანუ და მანამდე რამე გამოცდილება ქონდა, პირობდი ხა საიტის გაკეთება მარტივი ამბავი თან 2012 წელს, ეხა ისეთი დღეს ძალიან საკმაოდ პატარა ასაკში გამოდის ეს. დღეს ისეთი თულებია, რომ რაღაც მარტივად აწყობ რაღაც საიტს, მაგრამ მაგ დროს მარტივად ვერ აწყობდი საიტს და კიდე არანაირი წარმოდგენა არ მქონია, როგორ უნდა შემექმნა საიტი რაღაცა ვიღაცები დამეხმარნენ მოკლედ მეგობრები და გავაკეთე ეს Mondo Studios-ში რაღაცა, მე დაემატა რაღაც სერიალები და სრულად კომიც რო იყო მაშინ, მაგან მომწერა დამირეკა და მითხრა რომ
შეთანხმება უნდა რაღაცაზე რა. ხო და მაშინ რო შევთავაზეთ რაღაცა დამჭირდა გოგო გამხმოვანებელი. აჰა. გადავდივართ მარიამზე, ესე იგი აქედან ისტორია. და მარიამი არის რამდენი წლის? ძალიან ცხენია ეხლა რაც უნდა მოყვეს. მე ვარ 13. არა, ჯერ მოიცა. 13. ეგასა კი არ უნდა გეთქვა ჯერ. არა, უნდა მეთქვა, იმიტომ რასაც ყვები, ასაკს უნდა დავაბრალოთ. ხო და ამ Mundo Studios page-ზე დავწერე რომ აი ვეძებთ გოგო გამხმოვანებას რაღაცა, ხო და. აჰა. ვიღარ რამდენიმე ის ხომ მომივიდა Skype იყო, მაშინ Skype-ში გამომიგზავნეს ეს რაღაცა ჩანაწერები ხმების და მარიამი ქალბატონი მარიამი მიგზავნის Skype-ში ვიდეოს. ამ ჭრაში ჩემს სახეს მოვაჩენთ. გამოვაჩენთ იმ ვიდეოს, რომელ ვიდეოს გავუგზავნეთ. ვიდეო აღარ არსებობს, თორე დიდი სიამოვნებით. არ არსებობს. ჩავიდეთ არქივებში მარიამ. მაგაზე უკვე. მიგზავნის ვიდეოს, რომ აუ გიორგი ძალიან მინდა გახმოვანება და გთხოვა მიყვანეს ამ ზაღოში. თან ვიდეო მაქვს გაგზავნილი პროსტა. ანუ ვიდეო მაქვს გაგზავნილი, აი ჩინა ძალიან გთხოვ რა, ამიყვანეს, ანუ თან ისე. ხო და ანუ ხმა მომეწონა და ასაკი არ ვიცოდი. მაშინ მაგიტო თქვი ასაკი ვიტყუებოდი რა, ანუ ხო და რომ მოვიდა ესე ვთქვათ გასაუბრებაზე. მითხრა 18 წლის ვარ. არა, 18 წლისას ეძებდი და მე გითხარი რომ ვიყავი 17-ის რა. ხო, 17-ის. ანუ მალე გავხდები. მაგრამ არ ეთყობოდა 13-ის ხო იყო, მაგრამ არ ეთყობოდა რომ 13-ის იყო ისეთი მაკიაჟით რაღაცა ესე. მოიცა სანამ მივალ რა ეგ უნდა მოვყვე რა რომ ეხა ხო დამიბარა რომ უნდა შევხვდეთო და ეგ არის როგორი პერიოდი იცი? აი საერთოდ კაბა რა არის აზრზე რო არ ვარ რა. და აი ჩაჩაჩული შარულებით რო დადიხარ და კარადას რო გამოაღებ და მარიამ დროა რო ბებიის ნაკონი კაბა ჩაიცვა ეხლა მეთქი და დაემგვანო ნაფტალინები ამოიღო და ჩაიცვა. და აი ესე ხო ვიღებ რაღაცებს ისა და ბოლოს ჩავიცვი და მაკიაჟს აი 9 ჯერ რო ისვავ რაღაცას რა რომ დაემგვანო და წავედი რა და სხვათა შორის ავტობუსში დამაჯარიმეს იმის გამო რა ეკონათ რომ არა იქნებ სულ წვარი ვიყავი და არა სკოლის მოსწავლე სკოლის მოსწავლის ხო და ანუ მაგას არ ეთყობოდა რომ 13 წლის ხო და ესე იგი ისეთ ვიზუალით წახვედი რომ კონტროლიოზად ვერ დააჯერე რომ არ იყავი 18 წლის კარგად მოუტყუები ხარ საბოლოოდ და კაი ხანი მატყუებდა არ ვიცოდი 13 წლის განა წლები ვიტყუებოდი რა ანუ განა ის იყო რომ ცოტა ხანი რა ეგ იყო რომ მე თან ანუ სრულად კომშიც რომ მივედით იქაც ის სიტუაცია მქონდა რომ აი პირველად ჩავიცვი რაღაცა მაღლები რომ რაღაცა მეთქი ეხა უნდა შეხვიდე და აი ყველა რო ისე გესალმება რომ გამარჯობა ქალბატონო მარიამ რაღაცა რო შედიხარ და ამ დროს ხარ უკვე 14 წლის მე 15 წლის და ბოლოს უკვე აბა მარიამ და ბოლოს უკვე იმდენად ჩავრატებული ვარ რასაც კი ანუ ძალიან დამეგობრებული ვარ ყველასთან რომ აი ამა მივიდა ყელში თან ცოტა უხერხული ამდენი ხანი ასაკს რო იტყუებ თან კიდე რო გრძნობ უკვე რომ რაღაც მომენტებში ვიღაც ძალიან უფროსები გიწყებენ ფლირტს რა და მეთქი სო მარიამ გერხევა ეხა და მეთქი იცით დღეს გავხდით 18 წლის მეთქი რა თუ 17 წლის როცა გავხდი რა და აი პროსტა იმის მერე ყველაზე მაგარი იყო რაც შეიცვალა რომ ოფისში რომ მივდიოდი დაცვა ქვემო თუ კი როგორ ახება მანამდე რომ ისე გეპყრობოდი ეხება ძალიან გადაინაცვლა რა მომენტალურად შეიცვალა ხასიათი და გიშე რომ გაიგე რა მოხდა არაფერი რა უნდა მეკნა არა იმ დროს გავაჟღერე როცა უკვე ვერაფერს ვეღარ ისწავლე კაი მომენტი იყო სწორად ხო მაშინ უკვე დაწყებული ქონდა კარგად მუშაობა და კარგად შევეწყოთ ერთმანეთს რომ მოვიდა მარიამმა პირველი სერია რაც გაახმოვანა იყო რაზეც უნდა ვისაუბროთ ალბათ დღეს თინეიჯერი მგელის მესამე სეზონის 21 სერია როგორ მახსოვს და ხედა თინეიჯერიც არ იყო თანჯერ ხო სხვათა შორის 21 არ იყო 23 ბოდიში არ ხსომებია ერთი დაცდა ეხა აპატია სეზონები ხო ახსოვს რაც დავარი და ეს იყო ძალიან მახსოვს სორი რომ მოკვდა სერია იყო აუ და მე იმენა რეპეტიციოვდი როგორ გამიხმოვანებინა ღმერთსა საშინელება იყო იმდენად დაძაბული ვიყავი იმდენად ცუდი გახმოვანება ის რა მაგრამ ანუ ეს ხო ახლა რო ვისმენთ ორივეს ყურებიდან სისხლი მოგდის ყოფილიყო ეხა ჩვენს რა თქმა უნდა ჩვენს პირველ გახმოვანებებს რო ვისმენთ აი მინდა რომ გავიქცე სადღაც ანუ ისეთია მაგრამ ეგ რო არ ყოფილიყო შეუძლებელია ხა მე სულ ამბობ ხოლმე რა ანუ მაყურებელთანაც და ზოგადად პოდკასტშიც რომ ანუ არავინ არ იბადება ესე რაღაც დაბერტყილი ნიჭით როცა ესეთ რაღაცასთან გვაქვს თან მithmedia ესე გახმოვანება არის სწავლება აქ რა თქმა უნდა პრაქტიკაში უნდა მოვიდეს კი ბატონო და ეს ის პროცესი იყო რომელიც ეხა დღეს ის რომ მაშინ არ დაგეწყოთ დღეს აქამდე ვერ იქნებოდით შესაბამისად თან ესეთი მეგობრებიც ვერ იქნებოდა მე ძალიან დამეგობრდით და დღემდე მოკლედ ძალიან ახლო მეგობრობა გაკავშირეთ 13 წელია ვიტან ხო იცი არის მარიამი და გიორგი არიან რაღაც ჩვენსავით წყვილი რა ანუ რა გულისხმობ რომ აი
ძალიან ბევრი წელია პროფესიულადაც მიგობრობენ, ერთადერთობიან, ყველგან ერთად არიან, თან რაღაც საქმეშიც სულ ერთად არიან, ანუ ალბათ ჩვენსავით ხანდახან ჩხუბობენ, თუმცა დიდად არ ეტყობა ამათ ამბავსაც და ანუ დიდი გადაკვეთები აქვს გარდა სამსახურისა. ეგეთი წყვილები ცოტა მახსენდება. ხო, რომლებიც აი ძალიან მეგობრობენ მერე და მერე. ექსკლუზიური წყვილები. კი. და შენახსენე ძალიან კარგი სერიალი, ეს Mundo Studios-ზე უნდა ვთქვა, რომ მე სანამ გახმოვანებას დავიწყებდი, უკვე ვიცოდი Mundo Studio და მანდაც ხო არსებობდა უკვე, კი. და აჭარანეტი იყო Mundo. კი, 2015-ში დაიწყო აჭარანეტის ამბავი და Mundo გაცილებით ხო და მე მაინტერესებს იცი რა, მე მახსოვს ბოდიში არ დამავიწყდეს ჩაგეჭრები მასკულა. შკლაკალ მასკუნალშუნუშ ბოდიშმა პატე. დუნდურმა ქუშკილარ, მე თურქული ყავა დავლეთ. ეს როგორია? გიოცი მაინტერესებს, მე მახსოვს რომ შენ ყვებოდი აი აჭარანეთში რომ მოხვედი და ეხა ხუმრობდი რომ ძალიან პატარა, პრინციპში არ ხარ ეხა პატარა რა, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა იყავი შენც და 15-ში, 16-ში ყვებოდი რომ ეს Mundo Studios ამბავი დაიწყო ისე რომ იმის გარდა რომ ნამდვილად არ ვიცოდი რომ 13 წლის მარიამი იყო იმ ამბავში. ანუ ისე ხდებოდა რომ აი სცენარის დაწერაც შენ გიწევდა თვითონ ტექსტის გადათარგმნა, მე შენ წერდი ტელეფონით. აი თვითონ ეს პროცესი რამდენად გგონია რომ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმისთვის რომ თქვა ისე შეგიყვარდა ალბათ ეს პროფესია რომ დღემდე აქ დარჩი. და რომ არა ეგ და თქვა აი ესე ძალიან პირდაპირ მისულიყავი და გაგეკეთებინა რამდენად შეიძლება და ისე ყვარებოდა. მე მაინც გგონია რომ ამ შრომა მქნა თან ესეთ პატარა ასაკში. კი, ანუ რატომღაც ბავშვობიდანვე მქონდა ამისკენ მიდრეკილება. დედაჩემისგან მაგ მოსმენილი რა, ანუ ტელევიზორში სერიალები რო გადიოდა, თავიდან ხო აცხადები მსახიობებს ეს გამხმოვანებლები და შენ ყვებოდიო რა ამ გამხმოვანებელს რომ აი რაღაც ვიღაცა მარია ტორესი ვიღაცებს ახმოვანებდი და აცხადები და ანუ თავიდანვე მქონია რაღაც მიდრეკილება. ხიბლავდა ეგ ამბავი. ხო, მასე გამო. კი, ნამდვილად მეც გეთანხმები, აი ძალიან სიღრმისეულად იცი ხა მთლიანად ეს პროცესი, შენ უბრალოდ კურსასმენი არ გაკეთებია, მიკროფონთან არ დამждარ ხარ და გამზადებულზე არ ყოფილა ეს ყველაფერი, თავიდან ბოლომდე შენ იყავი ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანია და კიდე ერთხელ უსვამს შენს პროფესიონალიზმს, ხას ჩემი აზრით რა, რა სიყვარულს მოკლედ ამ ამბისადმი რა, ეს ძალიან ის არის, იმიტომ რომ და დაუბრუნდები რომ გამაწყვეტინე და შემილოცე იმ ჩემ ამბავს, ახსენე წეგან თურქიშ დუნდურმა გაგზავნეს მე რას მეუბნები, იმიტომ რომ არაფერი არ მესმის. ხო და ახსენე სერიალი თინეიჯერი მგელი, ხო? თუ სწორად მახსოვს, ხო? Teen Wolf-ი, რომელიც აი დღემდე ძალიან ვაირალ არის, ხო? აი ძალიან ჰაიფშია ეს სერიალი. დღემდე ითხოვენ გაგრძელებას. ხო, ფანები, ქართველებიც და უცხოელები. არა მხოლოდ გაგრძელებას, სხვათა შორის, აი დღემდე ძალიან ბევრი უყურებს თავიდან ქართული კიდე უბრუნდებიან სამწუხაროდ. მაგას და ვამპირის დღიურებსაც რა. ხო, ვამპირის დღიურები კიდე და ერო უმახსოვს თქვენი გახმოვანებით. ის არის ფლეში ეგ DC-ის სამყარო რაც იყო. DC-ის სამყარო აქეთ ცალკე და აი ჩვენ ძირითადად აჭარანეთში თინ სერიალებზე ვისხედით ხოლმე. ხო, კი, რა მოხდა. ძალიან ვიბოღბებოდი სერიოზულ სერიალებს რო გაძლევდნენ. ნამდვილად. ხო, ეგ ეს ამ DC-ის სერიალები აი ყელში. DC-ის სერიალები და თურქული სერიალები. თურქული სერიალები. ხო, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ დიდი სხვაობა არ იყო, მაინც მგონია რომ ძალიან გიხდებოდათ ეგ. ხო, ძალიან იხდეთ, იმიტომ რომ თქვენი ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ ის, რომ ჩვენი ხმებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველას ხმებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, ანუ ძალიან ბევრი პერსონაჟი შეიყვარეს ადამიანებმა მართლა ჩვენი ხმებით და ანუ იმათ უკვე ის პერსონაჟები ჩვენ ხმებთან არიან დაკავშირებული. აი როგორც შენ და შენ ხმებთან არიან დაკავშირებული. აი, გეუბნებიან ხომ ეს სკოტის ხვით დამელაპარაკე, სტაილსის ხვით დამელაპარაკე. აი ეგ პერიოდი რა, Mundo Studios პერიოდიც, აი მე და გიორგი ჩნდებოდით ხოლმე რა, ანუ ჩვენი სახეები და რაღაცები იცოდნენ რა და ჯერ ხო აი ყველას ეგონა რომ ერთად ვიყავით და აუ რა კარგი წყვილი ხართ და რაღაც პოჩი გვაწყობდა რომ შვილიც ყავდა. ხო რა რომ ვიღაცები წერდნენ რომ შვილიც ყავდა რა. ჭორებიც ვრცელდებოდა ესე იგი თქვენ იცოცხლე. ვაღვივებდით უბრალოდ ჭორებს რა. პიარისთვის აბა 13 წლის ბავშვი. 13 წლის ბავშვი. შეიძლება დაგვიჭირონ ამ პოდკასტის გასვლის მერე შენი აღიარებითი ჩვენება დაურთონ ხანდაზმულია? ო, ეგეც შეიძლება იყოს. იმედია მოკლედ ხანდაზმულია და ამის გამო პრობლემები არ შეექმნება მარიამს რომ იტყვებოდა თავის ასაკს. დაუბრუნდეთ სერიალებს და მაინტერესებს აი ამ პროცესში ახლა აი თქვენც რა თქმა უნდა ახლა ჩვენ რაც სერიალებიც გვაქვს გახმოვანებული ახლა აი რამდენიმე აი სუპერნეიჩერალი რო იყოს ზებუნებრივი აი
იმ პერსონაჟებთან ერთად ცხოვრობდით, რაღაც იმ პერსონაჟებთან ერთად თან დიდი სერიალებია ხა თქვენ რაც ჩამოთვალეთ და ჩვენი ეს სერიალიც რა და თითქოს აი მათთან ერთად ვარსებობდით რა და მაყურებლისთვისაც ეგრე აღიქმებოდა და აი თქვენი პროცესი მაინტერესებს, ანუ აი თუ გიჩნდებოდათ ემპათიები, აი რაღაცა ჩართულები თუ იყავით, ანუ ტიროდით დასრულების დროს. კი, აი თურქული სერიალი ძალიან არ მიყვარს რა, მაგრამ იმდენად ისეთია, რომ აი 2 საათი ნახევარი სხვა რაღაცნაირად გითხრევს რა და ბოლოს იქიდან ატირებული გამოვდივარ რა. ანუ გინებით ვიწყებდი სერიალს, რომ აი პროსტა ამას რაც ბოლოს რო დამთავრდებოდა, ცრევლებს ვიწყებდი და ისე ნესტანზე ნაკლები არ ყოფილა ეს. ხო, სპეციალურად ვტიროდი და ერთის რაღაცას ვახმარებით არ მახსოვს რა და მე მახსოვს. უკვე მსახიობი უკვე ლაპარაკობს და უნდა გავახმოვანოთ ორივე რა და ორივე ვართ ჩუმად და ლერი იქიდან რა ხდება და ორივე ვყავით რა. ტირი არ გძალიათ ტირი. მე მახსოვს ამანიტირა იმაზე თურქული სერიალი იყო დაქირავებულ სიყვარულზე. იმან რო გაიგო დეფნემ რო კი და უმერმა რო დეფნი ატყუებდა. აი პროსტა რა ხო აი რაღაცა აი არ არსებული რაღაცა არა ჟიზმენია მოკლედ და რაღაცა აი გამბავია ხო და ემოციურად შათრევა იცის. აი ისევ იმ თინეიჯერულ სერიალებს რო დაუბრუნდეთ, რომელიც დღემდე ძალიან პოპულარულია რა. ანუ აი თქვენი აი ტოპ რეიტინგი მაინტერესებს, აი რომელი უფრო მეტად გიყვარდათ, რომელის უფრო მეტად ჩემთვის Teen Wolf-ი შეუცვლელი იყო. მართლა ძალიან მიყვარდა. მაშინაც პატარა ვიყავი. ეხაც მიყვარს ფოტოშოპს. ნოსტალგიის გამო. ნოსტალგიის გამო, რა თქმა უნდა. დღემდე ვუყურებ ხოლმე. ესეც პატარა საიდუმლო გიორგისგან. აი გარვიცოდი. მართლა უყურებ. საწოლში რომ წევ, მაგას უყურებ ხოლმე. ხედა. გარვიცოდი. კიდე. მართლა. ანუ მაგით არ პასუხობ ხოლმე რასაკი. პატარა სკანდალის დაიძაბა იქიდან მხარეს. ხო, ანუ ძალიან კარგი იყო რა. პერსონაჟები იმდენად გინდა არ გინდა მაინც გიყვარდება. სიუჟეტი მით უმეტეს, ანუ თან ეგეთი სერიალები მიყვარს მე რა. სულ მოქმედება როა სულ რაღაც რო დრაივი არის სერიალი. მისტიკა, ფანტასტიკა რაღაც შეშერეული და ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო მთლიანობაში. მაგრამ ეხლა რო ვფიქრები ვამპირის დღიურები ჯობია. სიუჟეტურად ძალიან დიდი სერიალია. 8 სეზონი. მიყვარდა მე ყველაზე მეტად რა, მაგრამ რომ მომკლო ვერ დავჩლები და თავიდან ვერ ვუყურებ. ვერაფერს თქვენ გაახმოვანეთ ხო ვამპირის დღიურები არა. ვამპირის დღიურები პირველი 4 სეზონი მე მგონი იყო ტელევიზიის გახმოვანება Music Box-ის. და მე დაიწყე გააგრძელეს. მე გააგრძელეს ჩვენ. მაგრამ ნუ კარგად დიდი ხანი გამოვიდა მაინც აბა. კი, მე 4 წელი კიდე გააგრძელდა. კი. 2018-ში მორჩა. მერე შემოუერთდით აჭარანეთს, აჭარანეთმა მაშინ იყიდა. ჩვენი შექმნილი Mundo Studio მაშინ უკვე დააგიფასდა ეს შრომა. და შემოუერთდით მაშინ 2000 რომელ წელი იყო? 16 ხო, 16 წელს შემოგვიერთდნენ გიორგი და მარიამი და მე პირველ დღეს როგორ ნერვიულობდი რომ მართლა? აი ყველაფერი დეტალურად მახსოვს პირველი დღე. მართლა? მე ესე კარგად არ მახსოვს ეხლა. მე ძალიან კარგად მახსოვს გასაუბრებიდან რომ გამოხვედი და რომ ირეკო მარიცი რა მოხდა და მეთქი რა ხდება. რომ მოვედი მე ხო წამიყვან ეგეთი. ეს ყველაზე გადაობა ეგ იყო რა, ანუ სადაც მიდიოდა ყველგან ისე მაუნდა, აბარა მე და ციკოც ეგრე ვარ. ციკო სადაც მიდის, მე რა ყველგან ესე დამატარებს. ამ პირიქით. ეგრე ვარ ზუსტად. რომ მოვედი სპორტის სასახლეში პირველად ზუსტად მახსოვს, აი ნათიასთან ვიჯექი პირველად. ხო. საათ ნახევარი ხო დააგვიანა. ხო და მე ვიჯექი იქ სამზარეულოში და თქვენ ესე გადი გამოდიოდეთ და მე ესე ვზივარწყბოთა რა ვქნა, არ ვიცი, ხავა დავლი, ეგ თამროს გამოველაპარაკე და საათ ნახევარი დააგვიანა, შევედით ნუ ბოდიშიო რაღაცებით მომიხადა და ისევ ნერვიულობდი მახსოვს, ისევ ნერვიულობდი. ერთი არ შემშლია ფილმი ისე ჩავწერე. რომ მეთქი ხანამი არ შემეშალოს გიორგი. მილიარდჯერ გვეშლება ყველა კაცი. მაინტერესებს აი რომ მოხვედი პირველად და სანამ თქვათ ყველას გაგვიცნობდი და რაღაცა ეგრევე არ იგრძენი რომ აი ძალიან სახლში იყავი, რაღაც ეგეთი ეტყობა ნერვიულობა. ხო, ნუ დაბლარულია რომ აი ეგეთი გარემო იყო რომ ვინც მოდიოდა ყველას უნდებოდა იყოფნა და წასვლა აღარ მოეწყრიდით. მაგრამ ნათია ძალიან დამეხმარა, ანუ პირველივე დღეს რო შევედით სტუდიაში კარგად მომიდგა რა ეხლა ადაპტაციაში ნათია საოცარი გოგოა აქედან მოკითხვა ნათია და თამარა აუცილებლად ჩვენთან თამროზე ხალხი ეპიზოდი უნდა ჩავწერო იმიტომ რომ თამრო ჩვენთან არის ისე თქვენთან არის მართლა აუ საკაი მოკითხვა გადაიცი ჩვენგან ძალიან გვიწერს კომენტარებს გვიწერს ხოლმე აი სულ და აქედან აი უდიდესი მოკითხვა იმიტომ რომ აი ძალიან გვიყვარხარ დღემდე ძალიან დიდ პატივს გცემ და აი თამრო იყო ზუსტად იმ დიდი ოჯახის
ყველაზე აი ესეთი ნაწილი ყველაფერს აიმშვება და აკონტროლებდა ვიცი ხო ფუსფუსებდა რომელიც აი არ დღემდე მართლა ძალიან მიყვარს თამრო და ძალიან დიდი პატივისცემით მოკითხვა ჩემგან შენ ნახავს ალბათ მაგრამ გადავცემთ აუცილებლად ხო გადაიცით აუცილებლად და ნათია აუცილებლად ნათია ეხლა ვიგეუბნები აუცილებლად უყურებ იმედია ამ ეპიზოდს და შენ მოწვეული უნდა იყო ჩვენთან მალე ნათია გაბელაშვილი აუცილებლად რო გავაგრძელოთ ეხლა აჭარნეტის ამბავზე ხო აი მაგას ვამბობდი რა მე შემოვერთდი ესე იგი შენ ხო ანუ გიორგი შემოვიდა რამდენიმე თვეში ხო გიორგი მოვიდა და მე რა პერიოდი მაქვს მანდ მე მანდ მაქვს ვემზადები ეროვნული გამოცდებისთვის რა და როგორც იქნა გახდეს როწლოვანი ხო რა და მანდ ხდება უკვე ის მომენტი რომ აი აჭარნეთში მოვდივარ და ვფიქრობ რა უნდა ვქნა ეხა ეროვნულებზე გავიდე აქეთ აჭარნეთში უკვე ძალიან ისე ვიწყებ რაღაცაში შევდივარ რაღაცაში საკუთარ თავს პაულობ და რა ვქნა რა ხო და ნუ მადლობა ღმერთს რომ ოჯახი კარგი მყავს იმ ხრივ რომ მოდი იცი რა დედა მამა არ მინდა რა ჯერ უნივერსიტეტი და მინდა რომ ეს ხაზი გავაგრძელოთ ხო რა იმიტომ რომ ფიზიკურად არ გამოვიდოდა ორივე ერთად უნივერსიტეტი და აჭარნეთი ერთად რა და ну გადავწყვიტეთ რომ შემეჩერებინა სწავლა და აჭარნეთში გამეგრძელებინა გახმოვანება რა და ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე. კი, იმიტომ რომ ეხა ჩააბარე, ხა ჩააბარე კი. შენ რეალურად პროფესია უკვე გქონდა, ანუ უნივერსიტეტში იმიტომ აბარებ რომ შენი კარიერა პროფესია შეიქმნა და როდესაც ეხა 13 წლიდან მართლა მუშაობ და მithumetes აჭარანეტში მოდიხარ, მაშინ ეხა უდიდესი საიტი იყო, ისეთი პლატფორმა იყო, რომ მართლა სერიოზული ნაბიჯი იყო ეს ეხა ყველა გახმოვანების მსახიობისთვის, უკვე შენ გაქვს პროფესია და შესაბამისად აჩერებ მაგას. ძალიან ლოგიკური და ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ხო და ძალიან სწორია რომ ეხლა სწავლობს. კი, რა თქმა უნდა, ხო. ჩვენაბა 18 წლიდან რო ვისწავლეთ, შეიძლება სულაც არ იყოს საჭირო. ხო, მე საერთოდ აცდენილი ვარ, მაგალითად, ჩემი პროფესია ტელერადიო ჟურნალისტია და რო აცდენილი ხარ, უბრალოდ არაფასებ. ხო. ცალკე. კი ბატონო, ეგ ცალკე. ხო და ეგ მაინტერესებს, აი შენ ამბობდი, რომ შენ გქონდა ეგ შეგრძნება, ხო, აჭარნეთში, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვცდილობდით, რომ აი ეგ გარემო ყოფილიყო. ძალიან კარგად მეკცეოდა ყველა განსაკუთრებით როცა ყველამ გაიგო რამდენი წლის ვიყავი ჯერ ხო ძალიან შოკი ჰქონდათ იმიტომ რომ იმდენად გადავეწყე ყველანაირად ეს წლები სანამ აჭარნეთში მოვიდოდი რომ რაღაცა ზრდასრული ხარ რა იმიტომ რომ მუშაობ რაღაცა ისა და იმ ძალიან ბევრ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა რომელიც არ იყო ჩემი ასაკის იყვნენ უფროსები რა და რაღაცნაირად იზრდები რა და აღარც გეტყობა ასაკი და რო გაიგეს რა ასაკისაც ვიყავი ყველას ძალიან გაუკვირდა თქვენც ანუ გაოგნებულები ვიყავით რა და მაგის მერე უფრო მეტად უგრძნობდი თავს კარგად იმიტომ რომ ყველა ისე იყო ჩემთან რომ ცდილობდნენ რომ აი რაღაცა ისე არ მეგრძნო თავი რა და უფრო მეტად ყველაფერში მთავდნენ ხოლმე რა რომ რაღაცა აი მარიამდა რაღაც და როგორც ზრდასრული ისე მეკცეოდნენ რა. ძალიან კარგი იყო. ყველაზე საუკეთესოდ მახსენდება ეგ პერიოდი. და ყველას გვეტირება, ეხაც დამბურსო. აი ზუსტად ყველანაირი თამაშები და აი თან ანუ თავისუფლება გქონდა რა. იმ მაშინ 4 სერიას წერდით, დღეში და მაგასაც რომ ახალტურებდით, წელავდით რა თქმა უნდა თელ დღეზე. და იქ მივდიოდით, ვერთობოდით, ხან რაღაცა ყვარელშიც ვიყავით, მე მგონი სირბილზე. კი, ძალიან ბევრი აქტივობა გქონდა ბევრჯერ და ნაკოზრუნავდა ცალკე გულაობებსაც გეგმავდით და ცალკეც გულაობდით და ბევრი ისეთი ის იყო. ანუ არ გქონდა მარტო ეხლა ჩვენ ბევრჯერ მოგვიწია აჭარნეტის გახსენება, იმიტომ რომ ყველა აჭარნეტის გახმოვანის მსახიობთან შეუძლებელია ამ თემას რო არ შეეხო, იმიტომ რომ აი ერთი ოჯახის წევრები ვიყავით მართლა თავიდან ანუ ეგ რა მე მახსოვს რა ყოველ დილას აი სამსახურში ხომ მიდიხარ ადამიანი დატანჯული ნუ აი გეზარებ პირიქით ვდგებოდი რომ მივსულიყავი ყავადამელია თქვენთან ერთად ბირჟაზე ვინ შემომხვდებოდა და თან სხვადასხვა ადამიანები ვიკრიბებოდით დილის საათებში მე რაღაცა იცვლებოდა მე უკვე ზემოთ რო აგვიყვანეს იქ საერთოდ სხვა რაღაცა არ ვიცი ალბათ მგონია რომ ეგეთი სამსახური არც ერთ ქვეყანაში და მით უმეტეს საქართველოში არ ყოფილა. და აი ეგეთი ოჯახი მართლა, აი ყველა გაგებით. ანუ ყველა ვაკეთებდით იმ საქმეს, რასაც ვაკეთებდით სიხარულით რა. აი ვალდებულება და მოვალეობა არ იყო, აი მიხაროდა. ამათობდით ხოლმე, მაგრამ ეგეც საყვარელობა იყო. ყველას სიამოვნებდა, რასაც ვაკეთებდით. თან ანუ მომწონდა შესვენების პროცესში რომ გამოვდიოდით და ყველა თავის სერიალზე რო ყვებოდა, რომ იცი რა მოხდა და აბა შეტა რა მოხდა და რაღაცა რა ეგეთი მომენტები შეიძლება. ერთად გქონდა ის სამზარეულოში ჭამის, ერთად ვამთხვევდით თითქმის და ერთად ჭამდით, ერთად სვამდით, მოკლედ
ერთი მე რამდენჯერ დავჩენილვართ კიდეც და card game-ები, board game-ები რაღაცები ვითამაშია. მე ჩვენი даже იმასაც ვაკეთებთ რომ მარტო აჭარნეტის სასწავლი არ ჩვენი მეგობრები მოდიოდნენ იქ პატიჟებდით და მე დასალევად მივდიოდით და ამას ქვია რა კანტორა დაგვიხურეს. აი მაგას ქვია ეგ ზუსტად. მაგრამ მოდი სევდიან ნოტაზე რომ არ დავრჩეთ. ახლა მოგვიყვება სევდიან ნოტაზე არ დაგტოვებთ, იმიტომ რომ ივლისში სავარაუდოდ მაყურებელს რაღაც სიურპრიზი ელის. ამას დავაანონსებთ თქვენთან გადაცემაში. აი ეს ექსკლუზივი. ამოვჭრათ, დავბუსტოთ, გავავრცელოთ. სერიოზული ექსკლუზივი. სავარაუდოდ მაყურებელი კიდევ მოისმეს გახმოვანებულია acar.net.com-ის მიერ გაზას. რა კარგი ინფორმაცია, ძალიან მაგარია. აი დედოსთან მაგდა დახვეწა, იმიტომ რომ აი კიდე მაგის რა მოსმენა. ეგეთი რაღაცები არ უნდა დაკარგულიყო რა. არა ვიცარ შემთხვევაში. ეხა მე უფრო მეტი და მეტი მაინტერესებს და კამერებთან ერთად მაინტერესებს თან ეს ყველაფერი მეტი და მეტი. მეც ვერ გეტყვით ჯერჯერობით. არა ეს უკვე ისეთი ამბავია რომ პირველად რო ამბობს ჩვენთან და ჩვენთან ისე მოხდა რომ აი ეს აჭარანეტის ფანები ეგრეთ წოდებული არ ვიცი რაღაცა პირდაპირ ეთყობა მოლოდინი რო აქვთ რომ სუგნახავენ თქვენ ანუ აჭარანეტის გამხმოვანებლებს სულ არიან ჩართულები და წარმომიდგენია ეს რას გამოიწვევს ძალიან გავახარებთ მაყურებელს ალბათ. ესე იგი ივლისის სავარაუდოდ ზუსტად ვერ ვიტყვით მაგრამ აი და როგორც კი ეგ მოხდება კიდე ერთი გადაცემა გვაქვს ერთად ჩვენ პირდაპირ ვანონსებ და აყვები რა ხდება აყვებით ძალიან დიდი მადლობა სერიოზული ინფორმაცია იყო ეხა ეს დარწმუნებული ვარ ჩვენ მაყურებელს მართლა მაგრად გაუსწორდება იმიტომ რომ მე კიდე დაბურთქოლე ყველა კომენტარი რამდენი აჭარნეთს ვიხსენებთ და მე ამათ რაღაც ვდებთ ხოლმე ყველა კომენტარი რომ აი აღადგინეთ და იქნებ რამე გააკეთოს და ეს ეხა აი ძალიან გამიხარდა მე ეხა აი ხო არა ძალის ხმევას არავინ არ იშურევდა ამ ხნის განმავლობაში რომ თუ კი იწელება დრო იმიტომ იწელება რომ რაღაცა ზუსტად იგივე ხარისხი თუ არა იმაზე უკეთესი ხარისხი იყოს რა. აჰა. და ამიტომ ცოტა ოდენი მოთმინა. კი, სულ ცოტაც და ეგ. თქმა უნდა, სადაც ამდენი ითმინა საზოგადოება დარწმუნებული ვარ, ეგ რამდენიმე თვე არ იქნება პრობლემა. ვახ, ძალიან კაი, ძალიან გამახარეთ მაგით. ეხა მოდი მაშინ ესე გავაკეთოთ და მე გავაგრძელოთ კიდე დიალოგი. აჰა. რადგან ამ საოცარი ნიუსით არიან მარიამი და გიორგი. ორივე თქვით ცალ-ცალკე გახმოვანებულია acar.net.com-ის მიერ და მე გახმოვანებულია voice-over-ების მიერ. არა, გამოიწერეთ voice-over-ების არხი ჩვენი ეგ არის. გახმოვანებულია acar.net.com-ის მიერ. გამოიწერეთ voice-over-ების არხი. გახმოვანებულია acar.net.com-ის მიერ. გამოიწერეთ voice-over-ების არხი. ძალიან კაია, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ჩვენ ეს ღაზი გვაქვს, რომ სულ ათქმევინებთ ხოლმე მოკლედ გახმოვანების სახიობებს და რომ დაგვრჩეს თან. არქივში დავრჩება თქვენი ხმებიც მოკლედ რა. და იმის გარდა რომ საოცარი ამბავი გითხარით, გვაინტერესებს კიდევ რას შვებით, ანუ როგორც ვიცი, გიორგი ძალიან ბევრ ტელევიზიაში ახმოვანებს პარალელურად, მარიამიც მოვედე ყველაფერს. Silk TV თუ არ ვცდები ხო, Silknet-ისთვისაც აკეთებთ. აი ეს რომ Silknet-ისთვის ვაკეთებთ ერთ სერიალს, რომელსაც მე თვითონ რამდენი როგორ გვიყვარდა, ან მე ამას არ ვიცი, მაგრამ მე მიყვარდა, ალბათ ბევრს უყვარდა, მე ამბოხესული თუ გახსოვს. ახლა გიორგი შემეწინააღმდეგება, მაგრამ გიორგი მაიჩია და გიორგიმ გადაწყვიტა რომ ეს სერიალი უნდა ნოსტალგია მქონდა მაგ სერიალზე რომ ანუ თეა შეუჩიჩხინე მეთქი თეა მე ამბოხესული აყიდინე მე ამბოხესული წამოაღებინე და წამოაღებინე აყიდინა ახლა უნდა ეხანა რომ იმიტომ რომ ახლებით 200 რაღაცა სერიაზე ვართ და რამდენჯერ შევიგინე უკვე არ ვიცი თან ძალიან ჩქარა ლაპარაკობენ ხო უეჭველი არა ისეთი სიუჟეტი ისეთი დებილობა ბავშვობაში მოგწონდა ხო მაგრამ მე გავახმოვანებდი დიდი სიამოვნებით იმიტომ რომ ბავშვობის ნოსტალგია ერთ ორ სამ სერიის მერე ვერ ვეცდები აი ერთი ორი სერია კაი გაიხსენე ბავშვობა მაგრამ ეხა 360 სერია 380 სერია სისულელი ახმოვანო სადღაც 250-ზე ვარ და აი წუიდან ვიშლები უკვე. დავამშვიდობოთ ნელ-ნელა. მე მგონი არა მე ის რა მაინტერესებს, სანამ დავამშვიდობებით, მე მაინტერესებს ალბათ მაყურებლისთვის აი ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ჩვენ მხოლოდ ამ რა თქმა უნდა გვაქვს გახმოვანების სახეობებთან საუბარი და მე ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის თქვენთვის აი ტოპ 3 საყვარელი სერიალი ან ფილმი, აი რაც ეხა გახსენდებათ, რა მესმის რომ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩემთვისაც უკითხავთ ეხა რომ აი რა გიყვარს შეიძლება ვერ გაგახსენდეს. არა მე ზუსტად მახსოვს. ხო, აი საინტერესო იქნება მაყურებლისთვის ან
რეკომენდაციის სახით, თუ არ აქვთ ნანახი და საინტერესო იქნება თქვენ რამდენიც რო ახმოვანებთ და თქვენი მსმენელები არიან, თქვენი საყვარელი სერიალები და ფილმები რომელია რა? ჩემი ორი ყველა დროის ყველა საყვარელი სერიალი არის Friends-ი, მეგობრები გიჟდები და შავი სარკე. შავი სარკე ხო. ეხლა ახალი სეზონი რო გამოვიდა, ეგ უნდა გავახმოვანოთ აჭარანიძე. აჰა. ხვალ უნდა ჩავწეროთ სერიალი. ძალიან კარგი სეზონია, მე მოგწონს გავგიჟდი, არ გინახავს. ძალიან ბევრი ნახავს ქართულად ამ ახალ სეზონს. ეს იქნება ესე იგი ერთ-ერთი სერიალი, რომელიც დაიდება იმაზე. აჭარანიძე. ძალიან კარგი. და ფილმი მიყვარს, ფილმზეც ვიტყვი, ალბათ ძალიან ტრეშ ფილმია, მასე გადის, მაგრამ აი მე ეგვიპტური მითოლოგია მიყვარს ძალიან და მუმიას ვგიჟდები. მუმია მე მიყვარს მუმიაზე, რომ ყოველ ჯერზე ავიწყდება, რომ მუმია ნანახი არ მაქვს რა და ნანახი არ მაქვს. სულ ერთი და იგივე ემოცია. როგორ არ გაგნებია. პირველი ორი ნაწილი აყოთ, მესამე არა. ხო, მეც ვგიჟდებოდი ბავშვობაში, ძალიან ბევრჯერ ვთავდი და ნუ ზეპირად. მუმიაზე მე ბავშვობაში მეშინო და ეხა მაშინ რო უყურებდი, იმიტომ რომ მაშინ ეხა პატარა ვიყავით, ჩვენ რო გამოვიდა პატარები ვიყავით რა, მაგრამ მე აი ჩემთვის კლასიკაა. კლასიკა და ნოსტალგიის და ეგვიპტური მითოლოგიის გამო ალბათ ძალიან მიყვარს. ძალიან მარიამ შენ მიყვარს. სერიალი მიყვარს ხევლის წიგნი, შავი სარკე ძალიან მიყვარს. ეხა ჯინი და ჯორჯია ძალიან მომეწონა და მომეწონა ჯინი და ჯორჯია და ხევლის წიგნი ნახე როგორ დამთავრდა? ნახე ღმერთი ძალიან კარგი იყო რა. მე ძალიან მომეწონა. ცალკე პოდკასტის ამბავია. ხევლის წიგნი ხო, კი, უნდა გავიხილოთ. რაღაცა შეუდარებელი სერიალია, ჩემთვის აი ძალიან თავისი კარგი გადაღებით, კარგი ფერებით, კარგი მსახიობებით, ყველაფრით რა. ფილმები ძალიან მიყვარს, ჩვენი ძალიან ძველი რაღაცა, აი ჩაჭრილები ევროტორი, აი ყველაზე მეტად ეგენი მიყვარს რა. აი შემიძლია ვუყურო ძალიან ბევრჯერ, ამას არ უყვარს. შონზო ზვიოს გახმოვანები. როგორც ამას მუმია არ ნანახი, მე ეგრე არ მაქვს ჩაჭრილები ნანახი. ჩაჭრილები არ გაქვს ნანახი რა? ჩახმოვანება მომწონს რა, ჩახმოვანება, ჩაჭრილები ევროტორი დაბურილები რავი, ყველა ტაქსი. აი ძალიან მომწონს რა. და უყურებდი აი რავი ერთი 10 ჯერ მაქვს ნანახი. ეს რაღაცა ახალი ფილმები. აი ძველი შონზოს ვიოს ან ძველი გახმოვანებული მაგათი, ნუ არ ვიცი, შეუძლებელი. მე საერთოდ რა გავიგე რომ ეგენი თურმე სცენარს თავიდან წერდნენ რაღაცა ეგეთი რომ მე ახმოვანებდნენ აუ მეთქი ძალიან მინდოდა რომ იგივე გამეკეთებინა ძალიან პატარა ასაკში. როგორც ვიცი ხა თუ არ ვცდები პირველი აი მცდელობები დუბლირების სადაც აი რაღაც ემოციებიც და იმ ამ ყველაფრით აკეთებდნენ კი მაგათ ჰქონდათ ცდილობდნენ იმიტომ რომ ხა მაშინდელი ის დუბლირებაში ცოტა სხვა სიტუაცია იყო რა ასე ვთქვათ და ეხა და თან ხარისხიანი უმორზე მე ჩვენ შევეცადეთ აი ზუსტად მაგ ჩახმოვანებაზე ჩახმოვანება ბევრმა არის ის რომ ჩვენ ანუ ჩვენი დამკვიდრებული ჩახმოვანებული მაგრამ ეხლა ცხადია იმ დონემდე ვერ მივიდოდით იმიტომ რომ ნუ ჯერ პატარები ვიყავით ძალიან და სასწაულის სცენარები ქონდათ ევროტურს ისეთი სცენარი აქვს რომ ნუ ძალიან კარგია არა ჩვენ წერდით ჩვეულებრივად როგორც ერთი ფილმი იწერება რაღაც 3 საათში ვახმოვანებდით იმ ჩახმოვანებას და ეხლა ევროტურზე და მსგავს ფილმებზე დიდი ხანი მუშაობდნენ და კასტებიც ისე იყო რომ თითო პერსონაჟი თითო მსახიობი ყავდა ეხლა ჩვენ voice-overs ვაკეთებდით მე ვიყავი მაგრამ ყველა კაცი ციგო იყო ყველა ქალი იდიოტი თან სხვათა შორის ძალიან ბევრს აქვს ჩახმოვანების ნოსტალგიაც რა აი ძალიან გვინდა რომ დავაბრუნოთ ჩვენც და ჩვენც ვცდილობთ რომ აკვევით მე მგონია რომ ძალიან კარგი პროექტი იქნება ვარკვევთ მოკლედ რაღაც გზებს ვარკვევთ მაგის პროცესში ვარ ჩვენც და როგორი ეპიზოდია ეს რა ექსკლუზივი ხოლო ჩვენ არ გქონია მაგრამ ვარკვევთ რომ რაც შესაძლებელია ის რეგულირებული გზით მოხდეს ეგ ამბავი რამენაირად თუ რამე არსებობს თუ რამე შესაძლებლობა არსებობს რაღაც პატარა თუ არა და რაღაცა იქნება როგორც ქართველებს ჩვევია მოკლედ ორმა წყვილმა ახალი კარგი ამბები გახეთქა ესე აღმოჩნდა შეიძლება მაყურებლისთვის საინტერესო და ძალიან სასიამოვნო იყო ძალიან გაგვიხარდა ჩვენთან რა ასევე გონია რომ რაღაცა გემრიელი დიალოგი გამოვიდა ხო დიდი მონატრებული მეგობრების და გონია რომ კიდევ ბევრჯერ გვესტუმრებით პოდკასტში ნუ ცხადია იმ ახალ ამბავზე მაშინვე ჩვენ გვესტუმრებით მაგრამ მე რეც იმიტომ რომ აუცილებლად იქნება უკვე ნელ-ნელა რაღაც ისეთი საინტერესო ამბები კონკრეტულად სერიალები ფილმები რაზეც თქვათ უკვე სხვანაირი განხილვის სახით დაგჭირდება თქვენი სტუმრობა და შავ სარკეზე თუ გააკეთებთ ეპიზოდს აქ ვარ აუცილებლად იმიტომ რომ გვაქვს გასაკეთებელი მაგაზე აქვე მინდა ვახსენო რომ ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს და ჩვენ ყველა მსმენელს და ყველა გულშემატკივარს ვინც გვიყურებს
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არხისთვის რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი ეს რაღაც იუთუბერული კლასიკა ფრაზა აუცილებლად უნდა ვთქვა იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს ძალიან დიდი წინ გეგმები დიდი პროექტები რაღაცები არ გვინდა რომ მხოლოდ ერთ სივრცეზე და ერთ პოდკასტზე გავჩერდეთ გვინდა სხვადასხვა იდეებს შევასხათ ხორცი ასე ვთქვათ და ამისთვის გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ის რომ თქვენ გამოგვიწეროთ და თქვენ იყოთ აქტიურები ძალიან დიდი მადლობა ამ გამოწერებს ვინც გამოგვიწერეთ უკვე ძალიან ვაფასებთ ამ ყველაფერს იმ კომენტარებს ვაფასებთ როგორც მხარს გვიჭერთ აი მე და ციკო აი მართლა და გამოიწერეთ გიორგი ეგ უნდა მეთქვა ნახე დამასწრო ორივეს აქვს თავისი არხი TikTok არხი აქვს თავისი და აუცილებლად გიორგი წერეთელი ძალიან დიდი მადლობა სტუმრებისთვის მადლობა ძალიან გაგვახარეთ ძალიან სასიამოვნო იყო და გელოდებით მალე და ხო აუცილებლად უნდა მოვიდეთ კიდე კი აუცილებლად მოკლედ მომავალ შეხვედრამდე და არ გემშვიდობებით რა მაყურებელს კი დიდი მადლობა დარჩა ჩვენთან და ნახვამდის